თია წულუკიანის ეს განცხადება არ იყო გასაკვირი ამ მათი პირიდან, რადგან ყველამ დავინახეთ უკვე და კარგახანია ამას ხედავთ, რომ ესენი არიან რუსები, გაგრძელება იმ პოლიტიკისა და იმ სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენი ნომერ პირველი მტერი არის. თია წულუკიანის ეს განცხადება უაღრესად დამცინავი არის ჩვენი სამხედროების მიმართ და ასევე იმ ვეტერანი ხალხის მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირეს და შესწირეს ჩვენს ქვეყანას, მის თავისუფლებას და მის დამოუკიდებლობას. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ გმირებზე, რომლებმაც დადეს თავი საქართველოს სიძლიერესთვის და დღეს ისინი ჩვენ გვერდით არ არიან და თუ რატომ არ არიან ისინი დღეს სახლში თავიანთ შვილებთან, თავიანთ მშობლებთან, დებთან და ძმებთან, ზუსტად მაგიტომაც, რომ დღეს ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორიის 20% და უფრო მეტის ოკუპაციას აპირებს რუსეთი და აპირებს ამათი ხელით უკვე. რახან არ გამოუვიდათ ძალით, არ გამოუვიდათ ომით და დღეს ნამდვილად არ აქვთ მათ თავი, რომ ძალით და ომით გაუკეთონ ოკუპაცია, აგერ გამოაგზავნეს ხალხი, რომლებიც ზუსტად მათ საქმეს აკეთებენ. ეს უთხრა თია წულუკიანმა არა მარტო ჯარს, სამხედროებს და სხვა სამართალდამცავებს, არამედ მთელ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაგვანახეს თუ ვინ არიან ისინი.